მოგესალმებით მეგობრებო. მე გადავწყვიტე შემოგთავაზოთ board game-ებისგან განსხვავებული video game კონტენტი და ეს არის პრინციპში ჩვენს სამყაროსთან ახლოს მდგომი თამაში Baldur's Gate 3, ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში ალბათ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის თამაში, რომელიც როლური თამაშების მოყვარულებს ძალიან მოსწონს. D&D-ის მოყვარულებს ძალიან მოგეწონებათ და თუ აქამდე არ იცით, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გადააწყდეთ ამ თამაში თქვენ ირჩევთ პერსონაჟს და მერე თემი თამაშის განმავლობაში თქვენი ქმედებები, თქვენი საუბრები, თქვენი არჩევანი ძალიან ცვლის სამყაროს, თქვენი ინტერაქცია, სოციალიზაცია სხვადასხვა პერსონაჟებთან, როგორც თქვენ მეგობრებთან თუ მტრებთან ურთიერთობა ძალიან ცვლის ყველაფერს და თქვენ ეცდებით რომ ამ სამყაროში მოკლედ ამ თქვენი გადაწყვეტილებებით შეიტანოთ ცვლილება და ამ შემთხვევაში გადაარჩინოთ სამყარო, რომელსაც ქვია Faerun. როგორც ხედავთ, თამაში იწყება ქალაქ Baldur's Gate-ზე ხედით და თავად ბალდური არის აი აქ მისი ძეგლი აქ ამოცემული. მე ვფიქრობ, რომ ჩავწეროთ საათიანი ან 9 საათიანი კონტენტი იმის მიხედვით, როგორ გაგვიშვას მოკლედ თამაშის სიუჟეტი. თუმცა თქვენ თუ გენდომებად შეგვიძლია უფრო ხანგრძლივები ჩავწეროთ ხოლმე. სამწუხაროდ არ მაქვს ვიდეო სტრიმინგის საშუალება ტექნიკური მიზეზების გამო, ამიტომ ჩავწერ ხოლმე ვიდეოებს და თუ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვიქნებით ხოლმე ვიდეოს ბოლოს დავველოდებით თქვენს კომენტარებს და მაგის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავივიწყეთ როლპლეისაც და მოკლედ ესე ერთად გავიაროთ ეს სამყარო. თუ თქვენ მოგწონს ეს იდეა, მომწერეთ კომენტარები და შეგვიძლია დავიწყოთ და პირველი რაც უნდა ამარჩევიოთ, მოკლედ თქვენ ეს იქნება რასა და ეს იქნება კლასი. როგორც ხედავთ, 11 რასაა და თითოეულ მათგანს გავს რაღაცა თავისი ისტორია, თავიანთი რასობრივი ფიჩერები და კიდე ძალიან ხშირად იცვლება მათი proficiency-ები. Proficiency არის ერთ-ერთი ტერმინი, რაც მოგვიწევს დავიმახსოვროთ ამ თამაში, რაღაცაში, რაშიც ხარ დახელოვნებული, თქვენი დახელოვნება არის ეგ. სკილები ძალიან მნიშვნელოვნად დამოკიდებული არის თქვენს კლასზე, ასევე armor-ი, ანუ რა armor-ის დარება შეუძლიათ და რა იარაღებს გამოყენება შეუძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში elf-ები არიან მოკლედ რასა, რომლებიც ძალიან ხან ცოცხლობენ, როგორც ასე გვეუბნება ჩანაწერი და ძალიან უყვართ ბუნება მოკლედ და ხარობენ და ცოცხლობენ როგორც სინელეში, ისე სინათლეშიო. აქვთ ფერიების თავმომავლობა, ანუ ჩარმის წინააღმდეგ აქვთ უპირატესობა, ვერ დაჩარმა მასე მარტივად და ვერ დააძინებ მაგიურად. აქვთ არქვიჟენი, ანუ სინელეში ყურებიან 12 მეტრზე. აქვთ ელფური ტრენინგის გამოცდილება, მაგიტომაც შეუძლიათ რომ გამოიყენონ long sword-ები, short sword-ები, short bow-ები და long bow-ები და მოგეთ 9 მეტრს მოძრაობენ თითოს ლაზე. მერე ელფებს შორის მერე კიდე არის საბრასები, high elf-ები და wood elf-ები. high elf-ებს უფრო ახლო კავშირი აქვთ ფერიების სამყაროსთან, ანუ მაგია უყვართ ძალიან და შესაბამისად შეიძლება არც კი ისწავლოს, განსწავლულიც არ იყოს მაგიის გამოყენებაში, თუმცა მაინც აქვთ შეხება ვივთან, რომელიც არის მაგიური ფენა, ასე ვთქვათ, რომელიცაც არის გარშემორტყმული მთელი სამყარო, ხოლო დაიწყებენ როგორც ხედავთ Firebolt-ის კანტრიპით, ყველა ვარიანტში მიუხედავად იმისა, რა კლასს აირჩევ და wood elf-ები, რომლებიც, ძირითადად ცხოვრობენ Faerun-ის, ან ამ სამყაროს Faerun-ი ქვია და Faerun-ის სამყაროს ტყეებში და მოკლედ ძალიან გაწაფულები არიან კამუფლაჟში, ისრის როლაში და ზოგადად მოხერხებულები არიან ძალიან. საბრასის ფიჩერი აქვთ, რომ 9 მეტრის მაგივრად დარბიან 10 მეტრ ნახევარს მოკლედ. ტიფლინგები არიან 9, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთის ეშმაკების თავმომავლები და მთელი Faerun-ის ირგვლივ მოკლედ ყოველთვის ეჭვის ქვეშ არიან, იმიტომ რომ ბუნებრივი ეშმაკების თავმომავლები არიან და ამხელად ქები აქვთ თავზე და მოკლედ ლაც კარგად არ გამოიყურებიან. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად არიან გაწაფულები არკანაში, ანუ მაგიაში, ასე ვთქვათ. შესაბამისად, მარტივად შეუძლიათ გადარჩენ ძალიან ცუდ მდგომარეობებში. მათი რასობრივი თვისებები არის, რომ ცეცხლის
დარტყმა ცეცხლს გამიღებულ ზიანს ანახევრებენ, რეზისტენცია აქვს ცეცხლზე. დარქვიჟენი ამათა 12 მეტრი აქვს და 9 მეტრზე დარბიან. ამათა აქვს 3 საბრასა იმის მიხედვით, რომელი ეშმაკის თავმომავლები არიან, რომელი ეშმაკს ემონებიან, უბრალოდ ასმოდეოს, მეფისტოფელის ტიფლინგები და ზარიელის ტიფლინგები, რომლებსაც სხვადასხვა background-ი აქვს, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ დააპაუზოთ, ნახოთ, კანტრებებს სხვადასხვა მოყვებაც, ზოგს produce flame-ი აქვს, ზოგს mage hand-ი აქვს და ზოგს კიდე დრამატურგია აქვს. დროუები არიან რასა, რომლებიც განდევნილები არიან Underdark-ში, ანუ სამყარო, რომელიც მდებარეობს ზემო სამყაროს ქვემოთ, ასე ვთქვათ, სიბნელეში და არიან ძალიან პრაგმატულები და არიან დაუნდობლები, ასე ვთქვათ. როგორც ვთქვით, ესენიც ელფები არიან, რომლებიც, მოგეთ თავიანთი ბოროტების გამო და თავიანთი დაუნდობლების გამო განდევნილები იყვნენ ქვემო სამყაროში და ელფურ პანთეონს არ აღიარებენ. მათაც აქვს ფერიების თავმომავლობა, ისე როგორც ელფებს თავისთავად. აქვთ ძალიან მაგრად განვითარებული დარქვიჟენი, იმიტომ რომ 24 მეტრზე იყურებიან. აქვთ draw weapon training-ი, ანუ არიან proficient-ები rapieris, short sword-ის და ხელის crossbow-ის გამოყენებაში და 9 მეტრი აქვთ ჩვეულევსი, ანუ მოძრაობა გადაადგილება. Dancing Light შეუძლიათ კენტრიპად დაკასტონ მიუხედავად იმისა, რა კლას აიღებთ. მათ აქვს 2, ასე ვთქვათ, საბრასა, ერთი არის Loth Sword-ი, რომელსაც ხედავთ, დროუები, რომლებიც გაიზარდნენ Loth-ის კულტის ქვეშ, მენზობერანზანის ქალაქში და Seldarinis დროუები, როგორც ხედავთ, არც ერთ მათგანს რაღაც დამატებითი ძალები და შესაძლებლობები არ ეხსნებათ, თუმცა ალეველებასთან ერთად ბევრი რამე შეიცვლება და ბევრი რამე განსხვავება იქნება ყოველთვის. და ამან არ შეგაშინოთ, რომ ამ შემთხვევაში აქ არაფერი არ მოცემული. შემდეგი რას არის ადამიანები, ყველაზე გავრცელებული რასა თელსფეირუნში და ისინი ცნობილები არიანო, რომ ყოველთვის ცდილობენ რომ გავითარდნენ, ყოველთვის არიან ძალიან გამომგონებლები, 9 მეტრით გადაადგილდებიან ისინიც, სამოქალაქო თავდაცვა იციან, გამოყენება შეუძლიათ როგორც შუბების, ისე ჰალებარდების, ისე გლეივების და armor proficient-ები არიან light armor-ზე და shield-ებზე. ასევე აქვთ მოკლედ ადამიანური versatility, ანუ მოხერხებულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი სკილი შეუძლიათ აიღონ, რომელშიც იქნებიან proficient-ები და ასევე უფრო მეტი ტვირთის სიდვა შეუძლიათ მოკლედ, რაც რა თქმა უნდა, კარგი რამე არის არჩევანში და როგორც ხედავთ, მათ subclass-ი არ აქვს, უბრალოდ ადამიანები არიან. შემდეგი რას არის გითიანკი? გითიანკი არის რასა, რომლებიც დატყვევებული ყავდათ მონებაც mind flayer-ებს. Mind flayer-ები ვინ არიან ამაც თამაშის დაწყებაში მოგვდებით, მოკლედ. თუმცა გათავისუფლდნენ იმ თავიანთი ამ სისასტიკი და სპარტანული აღზრდის საშუალებით, მოახერხეს გათავისუფლება და ახლა წითელ დრაკონებზე ამხედრებულები მიაყობენ ასტრალურ ზღვებს კოსმოსურ სამყაროში, შეიარაღებულები არიან ვერცხლის ხმლებით და აქვთ ანუ გონებრივი ძალა, გონებრივი თავდაცვა, ზუსტად ამ mind flayer-ების წყალობით გამომუშავებული და ცდილობენ რომ გამუსრონ ყველანაირი ილითიდური თავდასხმა, ილითიდები არიან ზუსტად ეს mind flayer-ები და ილითიდები, უბრალოდ რასა ერთ და იგივე. მათ აქვთ დამატებითი მოქმედება, შეუძლიათ აიციან, ანუ კოსმოსური ცოდნა აქვთ და შეუძლიათ რომ ერთხელ long rest-ზე გახდნენ proficient-ები რაღაც მიმართულებით. თამაში დაყოფილია ხოლმე short rest-ებად და long rest-ებად, ანუ თავისთავად გიწევთ დასვენება ხოლმე და შეგიძლიათ ორჯერ მცირე დასვენება გააკეთოთ და ერთხელ დიდი დასვენება გააკეთოთ ხოლმე, რაც აღგიდგენთ ძალებს, გაქვთ cantrip-ი, რომელიც არის mage hand-ი და გაქვთ martial prodigy, ანუ ძალიან მაგრები არიან სამხედრო მიმართულებით, armor proficiency აქვთ light და medium armor-ზე, აქვთ proficiency short sword-ზე, long sword-ზე და great sword-ებზე. და მოკლედ ძალიან მაგარი მებრძოლები არიან და 19-ზე დარბიან ესენიც. ამათაც როგორც ხედავთ, არა აქვთ subclass-ი. შემდეგი არის უკვე ჯუჯები. ჯუჯები არიან ძალიან მედგარი რასა, რომლებიც ცხოვრობენ, კლეებში, ქვებში და ასე ვთქვათ, ქვასთან არიან ძალიან დაახლოებულები. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეომრები არიან თელ სამყაროშიო და ყველაზე მაგარი მჭედლები და მაინერები.
მათი გადაადგილება შეზღუდულია 7.5 მეტრით, იქიდან გამომდინარე, რომ არც ისე მაღლები არიან. აქვთ Dwarven Resilience, რაც poison-ის, ანუ მოწამვლის დაზიანებისადმი მდგრადობას უზდით. Dark Vision-ი აქვს 12 მეტრი და Dwarven Combat Training-ი მათ ადვას საშუალებას Battle Axe-ები, Hand Axe-ები, Light Hammer-ები და War Hammer-ები გამოიყენონ. Sabrasa აქვთ 3 Gold Dwarf-ები, რომელსაც აქვთ feature-ი, რომ hit point-ი ემატებათ 1, ანუ maximum hit point-ი ემატებათ 1-ით და ემატებათ კიდე 1-ით, იმის მიხედვით რამდენ level-ს აიმატებენ და იქიდან გამომდინარე, რომ Baldur's Gate-ში სულ 12 level-ია, ანუ maximum 12-ზე ავლენ. Shield Dwarf-ებს აქვთ ესეთი დამატებით armor proficiency, light და medium armor-ებზე და არიან კიდე duergar-ები, როგორც ხედავთ, ესენიც Underdark-ის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც იყვნენ დამონებულები mind flayer-ების მიერ, მოკლედ ამ ტექსტებს თქვენ უნდა წაიკითხავთ და მათ აქვთ duergar resilience-ი, ილუზიების წინააღმდეგ და charm-ის და parallelism-ის წინააღმდეგ advantage saving throw-ებზე და 24-ზე იყურებიან. შემდეგი რას არის? ნახევად ელფები. ნახევად ელფები, ადამიანების და ელფების შთამომავლები არიან. არიან ყოველთვის ამბიციურები, ანუ მოხერხებულები, არიან ცნობის მოყვარეები, თუმცა ხო, ადგილობის საზოგადოებაში არც ისე მიღებულები არიან, იმიტომ რომ ნახევარ ელფები არიან, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, აქვთ ფერიების სამომავლობა თავისთავად, იყურებიან 12 მეტრზე, აქვთ civil militia, ანუ ისე როგორც ადამიანებს და 19-ზე დარბიან. ანუ იდეაში ელფების და ადამიანების ჰარმონიზებული შერწყმა არის, როგორც ხედავთ, აქვთ 3 საბრასა, high half elfები, შესაბამისად high elfis და ადამიანის თავმავალი, არის wood half elfi, იგივენაირად და არის drow half elfi, იგივენაირად. მოკლედ, drow-ების და elfების და ადამიანების რაღაც შერწყმული ვარიანტი გამოდის half elfi შემთხვევაში. Halfling-ები არიან კიდე ერთი რასა, რომლებიც არიან ძალიან პატარები, როგორც ხედავთ, თუმცა არიან ძალიან მოხერხებულები და ძალიან უყვართ კომფორტი სახლში, გარეთ გასვლა დიდად არ სიამოვნებთ ხოლმე, მაგრამ თუ კარგი თავგადასავალი ელიც, აქვთ ბუნებრივი იღბალი და მოხერხებულება, რაც მათ აძლევს უპირატესობას. რასას აქვს feature-ი, რომ არიან გულადები, მოკლედ მამაცები და advantage აქვს შეშინების წინააღმდეგ. არიან ასევე რასას აქვს lucky, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა აგორებთ ნებისმიერ attack rolls, ability checks, saving throws, შეიძლება რომ კამათელი გადააგორო, თუმცა რასაც გადააგორებ ის უნდა მიიღო. ანუ დამატებით ერთი ჩვეულებრივი გადააგორება აქვს, რაც ძალიან სერიოზული feature-ია ჩემი აზრით, თუმცა გადაადგილება ამათაც შეუძლია მხოლოდ 7.5 მეტრით. ამათ აქვს 2 საბრასა, ერთი არის lightfoot halfling-ები, რომლებსაც აქვს stealth check-ებზე advantage, ანუ უფრო ასე ვთქვათ, ჩუმაციარული შეუძლიათ. და მეორე არიან strong heart halfling-ები, რომლებსაც აქვს saving throw-ები, advantage saving throw-ებზე poison-ის და poison damage-ის წინააღმდეგ ზოგადად. შემდეგი არის გნომების რასა. გნომების რასა არიან პატარები, ჭკვიანები, ენერგიულები და მოკლედ ყველგან მოგზაურობენ თუ რამე წავლა შეუძლიათ. აქვთ გნომური ეშმაკობა, advantage აქვს intelligence, wisdom-ზე და charisma saving throw-ებზე და პლუს შეუძლიათ 7.5 მეტრით გადაადგილება, ეს როგორც ყველა პატარა რასას. არიან 3 ქვერასა, rock gnomes, ესე იგი artificial lore აქვს ამაც, proficiency bonus-ი აქვს history check-ზე, ანუ მოკლედ ძალიან ბევრი რამე იციან ფეირუნის სამყაროს შესახებ და Dark Vision 12 მეტრზე. Forest gnome შეუძლიათ მოკლედ spell-ი აქვს, რომელიც მათ საშუალებას აძლევთ ცხოველებს ელაპარაკონ. ერთხელ long rest-ზე და long rest-ზე რომ დაიკასტა ბოლომდე მიდის და Dark Vision-ი აქვს 12 მეტრზე. შესაბამისად ცხოველები ძალიან უყვართ. და არიან deep gnome-ები, რომლებიც ისევე როგორც ყველა სხვა წინა რასა, ანუ drow-ები და ჯუჯების რასა, ესენი ცხოვრობენ მოკლედ Underdark-ში. advantage აქვს stealth check-ებზე და 24-ზე იყურებენ ესენიც. და მოკლედ ეს არის ეს 3 ქვერასა gnome-ების შემთხვევაში. დაგვჭა Dragonborn-ები. Dragonborn-ებს აქვთ ერთი race feature-ი, რომელიც არის რომ 19-ზე შეუძლიათ უბრალოდ სიარულიო, თუმცა თამაშის მინერალების შედეგად ძალიან ბევრი რამე
გექნებათ პლუსები და მინუსებიც, დამატებით აქვთ acid breath-ი, მოკლედ. და დრაგონბორნები არიან, მოკლედ დრაკონების შთამომავლები ჩვეულებრივად, რომლებსაც ოდესმე შეიძლება დრაკონებთან გადაქცევა. როგორც ხედავთ, ოდესმე დამონებული იყო დრაკონების მიერ და მოახერხეს მათთან გათავისუფლება. საბრასა არის ძალიან ბევრი, იქიდან გამომდინარე, დრაკონებიც არიან ძალიან ბევრნი. შესაბამისად, დრაკონების შთამომავლები რახან არიან, მაგის მიხედვით არიან დაყოფილები. შავი დრაკონების საბრასა, როგორც ხედავთ, უფრო მეტად არის acid damage-ზე, ანუ ჟავას damage-ზე არის იმართული. ლურჯი არის ელექტროენერგიაზე, ელექტრიკზე, თუმცა შეიძლება lightning-ი გაუშვას. ბრასი არის ცეცხლზე. ბრონზი იგივენაირად lightning-ზე. ძალიან ხშირად მეორდება ხოლმე. აქაც copper dragonborn-ი და black dragonborn-ს ორივეს acid breath-ი და acid resistance აქვს, თუმცა ნუ განსხვავებაა დრაკონებს შორის. ოქროს დრაკონი იგივე ბრასის შემთხვევაში, აქაც იგივე იყო. მწვანე დრაკონი poison-ზე. silver dragonborn-ი და white dragonborn. მოკლედ, თქვენ რომელიც გაგიხარდებათ, თქვენი ასარჩევია, მოკლედ, აქედან დრაგონბორნის შემთხვევაში ფერი არც მე ვიცი. half orc-ი დაგვრჩა ბოლო რასა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ. ამ შემთხვევაშიც ესე იგი ორკების და ადამიანების ჯვარი გამოდის. უყვართ ჭუბი თავისთავად და თავისთავად აქვს სიბრაზის კონტროლის ცოტა არ იყოს ისეთი მოშლილი მექანიზმები. Savage attack-ი აქვს, ანუ critical hit თუ გააყვა ახლო ბრძოლაში, იყენებ დამატებით კამათელს, რომ უფრო მეტი ზიანი მიაყენო. Relentless endurance ნიშნავს, რომ მის მაგალითად დაგაგდონ, ნოსიოსაზე ჩამოხვალ, ეციოსაზე დარჩები, ანუ ბრძოლაში ჩები ბოლომდე, მაინც ერთი ხდება გამბავი, არხუშენია 12 მეტრი და 19 სიარული შეუულიათ და ამათაც არა აქვს საბრასა. რაც შეეხება კლასებს, კლასები არის ბარბაროსი, რომლებსაც მოკლედ უყვართ ძალიან ჭუბი, შედიან რეიჯში და უხალხულებენ ყველაფერს, თუ რამეს წააწყდებიან. არიან ბარდები, რომლებსაც უყვართ მოკლედ სხვების გამხნევება, კლერიკები, რომლებიც ძირითადად საფორთერები არიან, დახილვის ან დაბაფვის მიმართულებით, დრუიდები, თუ ბუნება გიყვართ და ცხოველებთან დაციარული, ცხოველებთან გადაქცევა Baldur's Gate-ში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის. ფაითერი, უბრალოდ წადი უხალხუნე. მონკები, რომელსაც უყვართ ხელი ჭუბი, იარაღს ნაკლებად იყენებენ. პალადინები, რომლებიც არიან შებოჭილები სხვადასხვა აღთქმით, მოთხოვთავების წინაშე. რეინჯერები, რომლებსაც ასევე ცხოველები უყვართ შორიდან სოლაში ან ახლო ჭუბში წყაგები არიან. როუგები, რომლებსაც მოპარვა, დამალული ჭუბი და ბოლო სამი კლასი არის მაგიასთან დაკავშირებული სორსერერები, რომლებიც არიან მოკლედ მაგიური დაჯილდოებები, თუმცა არა წიგნით დასავლები, არამედ ბუნებრივად მაგიკოსები. ვარლოკები, რომელსაც აქვთ სული მიყიდული, რომელიღაც დემონისთვის და მაგის შესაბამისად მაგიდან აქვთ მაგიაზე წვდომა, თუმცა ეს არის კლასი, რომელიც ალბათ შეიძლება გამოიყენოს როგორც მაგიკოსის და ახლო მოჭუბარის ნაერთს, იმიტომ რომ შეუძლია რეალურად იჭუბოს ახლოშიც და გამოიყენოს მაგიას და ვიზარდი არის განსწავლული, ანუ წიგნებიდან განსწავლული მაგიკოსი, რომელსაც შეუძლია ყველანაირი სპელი ისწავლოს, ფუქს გადაიხდის, თუ რამე არსებობს თამაში, ყველაფერი შეუძლია ისწავლოს, მაგრამ რა თქმა უნდა შეზღუდული ექნება გამოყენება ისე როგორც ყველა სხვა კლასს. ხო, ნუ მე უკვე ბექგრაუნდი ამ შევარჩევთ და ბექგრაუნდებს და აბილიტებს ჩვენთან შევარჩევთ. თქვენ ახლა თავარია შეარჩიოთ რომელი რასით ვითამაშოთ და რომელი კლასით ვითამაშოთ. თამაში გქონდეთ საშუალებას, რომ უკვე გაკეთებული პერსონაჟებით ითამაშოთ. ეს პერსონაჟები ისედაც თქვენი კომპანიონები იქნებიან და თქვენ შეგიძლიათ აღარ იწვავოთ და უკვე ამ პერსონაჟებით ითამაშოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, როლ-პლეის მუღამი ისაა, რომ თქვენ შექმნით პერსონაჟი და ეს პერსონაჟები უბრალოდ თქვენი თანამგზავრები იყვნენ. მაშინ ასევე ველოდებით თქვენს კომენტარებს და მაგის მიხედვით დავიწყებთ თამაშს.